სოფლიოში უამრავი მიტოვებული შენობაა და არც საქართველო არის გამონაკლისი. ზოგიერთ ამ შენობებში უსახკაროები ცხოვრობენ. ჩვენ აქ დავდივართ თუ რაღაც წვიოს იქ და წინავს. ზოგში შესვლა კი საერთოდ აკრძალულია. მაგალითად, დაცვა უნდა გვიჭროს ეს ზედმეტად ის არის. პრიმპოლი არის ხოლმე, პოლიცია გამოიძახეს, გადაიყვანეს განყოფილებაში. შეიძლება რაღაცები ჩამოგვართოთ და გვიჭრეს. დღეს კი გადავწყვიტე რომ ასეთ ერთ-ერთ შენობაში შევიდე და ვნახო რა იმალება იქ. არ ვიცი რას ვიპოვი, მაგრამ ნამდვილად საინტერესო იქნება. ამის გამო შეიძლება დამიჭირონ კიდეც. ძველ ფსიქიატრიულში წასვლამდე გადაწყვიტე შედარებით იოლ ადგილას წავსულიყავ. ესეთი ადგილი აღმოჩნდა ძველი გოგირდის აბანოები. თავიდან დავუწყებ ისეთი ადგილიც, რომელიც ძალიან საშიში არაა, მაგრამ რაღაცეების ნახვა შეიძლება. რამდენი კამერაა ძმა. ეს ადგილი დიდი ხანია მიტოვებულია, თუმცა აქვე ფუნქციონირებს რესტორნები და ამის გამო აქ უამრავი კამერაა. აქ ადრე იყო გოგირდის ხელი აბაზანები, დღესდღეობით მიტოვებულია ქაურობა და მოდი დავათვალიეროთ, ნახოთ რა ხდება ახლა. მსგავს ადგილებში გადაადგილება ხშირად საფრთხესთანაა დაკავშირებული, რადგან შესაძლოა შენობა სიძველის გამო ჩამოინგრეს, ან ვინმე ნარკომანი გადაგეყაროთ. თავის დაზღვევის მიზნით მე ჩემი მეგობარი წამოვიყვანე, თუმცა ეს მალე პრობლემა გახდება. აი აქ მინდა რომ ჩავიდე. ასე შაუბნელი იმაში. მოდი დრონს აუშვებ ახლა. თავიდან დრონი აუშვი, რათა მენახა რამხელა იყო შენობა. გადაწყვიტე რომ ქვედა ნაწილი საინტერესო სანახავი იქნებოდა, მაგრამ მანამდე ზედა ნაწილის დათვალიერება დავიწყე. აი რა ლამაზია აქ. ზედა ნაწილში საინტერესო არაფერი იყო ამ ნახატის გარდა, ამიტომ წავედით ქვედა ნაწილის სანახავად. მოდი ქვევით ჩავიდეთ ახლა და ნახოთ რა ხდება. სულ გრაფიტებითაა ყველაფერი სავსე. სხვათა შორის აქ არის ერთი გრაფიტი რა და ძალიან გავს ჩემს თვალებს. მართლა ვიღაცამ დამხატა აქ. ამ საუბრის დროს გავიგეთ ხმა, რომელმაც ძალიან შეგვაშინა. ვიღაცა რა ხმა იყო ჩემი. ვინ იყო ძმა? გული გამიხეთქა ჩემ. ბიჭო ერა ხმა გავიგონე. ისეთი სახით გამოიქეს ვაშკარ დავიტყვი. მაგარი შემეშინდა. ხარ შევიდე და დაუძახოთ. კაცი ვინახა? ჯოჯო. მე მაჩვენე ზარაფხანს, შედური ჩავ. ბიჭო. ანუ აქ ვერ ჩავდივარ ქვევი და წარმოვიდგენე იქ რას ვიზავ, სადაც დაცვაა და დიდი ფსიქიატრიული და ძალიან ბევრი ადამიანი იცავს და რა. ჩავიდეთ ხო? რატო? ამ ხმის შემდეგ ჩემმა მეგობარმა არისურო ქვევი ჩამოყოლა. მე კიდე ვიფიქრე რომ მარტოც გავართმევდი ამ ყველაფერს თავს და მარტო გადავწყვიტე ჩავსულიყავ. წავიდა ჩემიკა. დამტოვა ჩემიკა. გაურისკო ჩავიდენე და თუმცა მარტო ვერ გავრისკე იმ სართულზე ჩასვლა, საიდანაც ხმა გავიგონე. არა ვერ გავრისკავ მარტო ჩასვლას. შიშა რა აღმოჩნდი. და როცა აქედან წასვლა გადავწყვიტე, აი ეს მოხდა. ჩვენ აქ დავდივართ თუ რაღაც წვიოს იქ და წინავს. ერთი კაცი თურმე აქ ცხოვრობს და წინავს და მეორეც ქვევით მოკლედ საშიში იყო აქ ჩასვლა ვერ ჩავიდოდით. მაგრამ ალბათ გაინტერესებთ რატომ ვაკეთებ ესეთ სისულელეებს და რატო დავდივარ მსგავს შენობებში, ან ვეძებს სულებ, ან ჩები დათვებთან ტყეში და ასე შემდეგ. პასუხი ამაზე ძალიან მარტივია. მიყვარს YouTube და თავგადასავლები. ამ ორი რაღაცის კომბინაცია კი მაძლევს უდიდეს мотивაციას, მსგავსი ვიდეოები და მომავალში უფრო უკეთესი ვიდეოებით შემოგთავაზოთ. ამასობაში კი ავედით 10,000 გამომწერზე, რისთვისაც თითოეულ ადამიანს მე დიდი მადლობა გადაუხადო. და ასევე უთხრა მადლობა მათ, ვინც ახლა გამოიწერენ არხს და კომენტარებში დაწერენ რამეს. მაგალითად, შოთა, შენ მამაცო კაცო, როგორ არ გეშინი არაფრის. ამ ყველაფრის შემდეგ გადავწყვიტე გამოსილ ადამიანებთან ერთად შევპარულიყავი ფსიქიატრიულში, რომელთაც არ შეეშინებოდათ ჩემთან ერთად შემოსვლა. და ასეთი ადამიანი აღმოჩნდა ერთი ბიჭი, რომელიც ანონიმურად იქნება ჩემს ვიდეოში, გარკვეული მიზეზების გამო. შემდგომ დავძორთ და მე საშიში რა მხრივ. დავიჭირონ რა. აი შეიძლება ანუ აქ შენობაში ქვევით სამი და ცვა სართულებზეც დადიან. ზიანზე ვაფშე ფანრები დადიოდნენ დაფიქსირებული გვაქვს. პირველ რიგში დავსახეთ გეგმა, თუ საიდან იყო შესაძლებელი შენობაში შესვლა. აი აქედან ფანჯრიდან საიდან შევალთ, ეს არის დანგრეული მხარე, საერთოდ ნანგრევებია და მე მგონი რემონტს აკეთებენ და მე იქით უნდა რომელიღაც სართულზე ავიდეთ, სადაც კედელი არ არის, ახლა ხედავ, მე-6 მეშტე მერეზე არ არის კედელი. გადმოვალთ და აი იქ პატარა ფანჯრიდან გადავედი მე. ეს უკვე ახალი ვითა საწოლები არის, ნარჩენები ბევრია, ხელუხლებელია და ხო, როგორც ხედავ, ფანჯრა ღია აღარ არის, მეც გავიგე, ანუ დადიან აქ. რაღაცა ძაღლები ახსენ, ძაღლები წყავთ? კი.
რამდენიმე იქით ამხარეს. აქ არიან ხოლმე, ან აი იქ. რამდენი ძაღლი ყავს? შემოღობილ ძაღლი. ხო, აქ რა საფრთხე შეიძლება გადავხვდეს მაგალითად. მაგალითად, დაცვა უნდა გვიჭრეს ეს ზედმეტად ის არის საფრთხე ადგილი, იმიტომ რომ ბევრი მოდის ხოლმე და უკვე გაფრაზებულია რა ეს ხალხი და კრიმპოლი არის ხოლმე, როგორც გავიგე, რა პოლიცია გამოიძახეს, გადაიყვანეს განყოფილებაში. შეიძლება რაღაცები ჩამოგვართოთ და გვიჭრეს ნივთები, ფანარი, ნიღაბი. კამერა. კამერა არის სერმული, მაგრამ შეიძლება რაც გადაიღე, წაგაშლემო ვიდეო ფოტოებით. საფრთხის მიუხედავად, მაინც გადაწყვიტა შენობაში შეპარვა. ამდენ რამეს ვაკეთებ ვიდეოებისთვის და გამოწერას გონი ვიმსახურებ. ეხლა კიბებს ვამბობ. პირველ სართულზე იყო გისოსები, რომელზეც გადაცოცება მოგვიწია. აი ეს ჩოლები აქედან გვიგინაო. აქ გადაძრომა არ წარმოადგენდა დიდ პრობლემას, მაგრამ ამის შემდეგ ამ ბიჭმა მითხრა ისეთი რამ, რასაც არ მოველოდი. ხო. მაგის იქით უკვე არის მოქმედი რა, ახალი ვიճარი რა. ამ შენობის მეორე ნაწილი თურმე მოქმედი ყოფილა და შესაბამისად აქაურობა დაცვებით არის სავსე. ზედა სართულებზე აქედან გადავდივართ აივანზე და აინიდან იქით მხარს გადავდივართ. სანამ მოქმედ მხარეს გადავიდოდით, გადაწყვიტა უფუნქციო მხარე დაგვეთვალიერებინა. ფანჯარები და ოფიციალური სინათლე ვაკით ფუნქციურია რამე? სადა. აი მატვილეს. აი, ხედავ? ჩვენ საპირისპირო მიმართულებით აღმოჩნდა, რომ დაცვა ყოფილა, რომელმაც სავარაუდოდ ჩვენი ხმა გაიგონა. მაგრამ ბიჭებმა მითხრეს, რომ შესაძლებელი იყო დაცვის მაგივრად იქ ყოფილიყო ჩვენაირი ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ამ ადგილებს იკვლევდა. ორი ვარიანტია, ან ჩვენიანები არიან აქ, რომლებიც ჩვენერად თვალიერებენ აქაურობას, ან დაცვა და მაგალითად გვერახა. ამის და მიუხედავად სახურავზე ავედით, საიდანაც დავზვერავდით არემარეს. აუ, რა სილამაზეა აქ. ხო, განათებებს მოვერიდოთ. კოიჩუქი რო ხედავ. აქ ახლა რა ხდება აქ დაცვა? ხო, მან დადიან მაგიდან გადმოდიან ხოლმე აქ ჩერმაში პირველ სართულზე. სულ არის 3. ქვევით მანქანაც აქვთ გაჩერებული. მსგავს ურბანულ მკვლევარებს აქვთ ასეთი წესი. ყოველ ახალ მისულ ადგილას ტოვებენ გრაფიტს თავისი ინიციალებით. გრადგინდა ხელში რო აქ. ეს ადგილებში ვტოვებ ხოლმე ნიშნავს, რომ მე მოდივარ. და აქ ნავყოფ. მეც გამაკეთებინებ. კი, მაქვს მეორეც ვერცხლის ფერი. თემა იცი რა არის? ჩვენ მაგარი დავიგინდეთ ქვევით ხალხი როა და ვაფშე არ ვიცით ისინი ვინები არიან. აქ რაღაცა თაგებს რო ვაკეთებთ. და გადასასვლელი ვართ მეორე მხარეს, რაც ძალიან საშიშია, ხო? კი, იქ თუ გადავალთ, ისინი თუ ისე ვიქარიან, უიჭველი შევხვდებით. თუ სართულებით არ ვთქვით ერთმანეთს. მაგრამ თუ რისკავთ ახლა, იმიტომ რომ ზუსტად იმ ადგილას მივდივართ, სადაც ხალხი დავინახეთ. და ამ დროს ხმა გავიგონეთ დაცვის, ამიტომ აქედან წამოსვლა გადავწყვიტეთ. სწორედ იმ მომენტში, როდესაც ქვევით ჩამოვდიოდით, დაცვას ჩვენი ხმა გაუგონია და ბეძზე გადავშით, რომ არ დაგვიჭირა. ო, შენობა ვერცერთ შემთხვევაში ვერ გამოვიკვლიე. ალბათ ცუდი ურბანული მკვლევარი ვარ. თუ გინდათ რომ გავამხნევოთ, კომენტარებში დამიწერეთ რამე.